მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს. ბან კი მუნი მხარეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ლიდერების მოწოდების მიუხედავად მთიან ყარაბაღში შეხების ხასთან ვითარება კვლავ დაძაბულია. სომხური მხარის ინფორმაციით დღეს გამთენიისას 6 საათიდან აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა. სროლა შეხების ხასთან სამხრეთის მიმართულებით ხორციელდება. პარალელურად სომხური მხარის მიერ ღამის განმავლობაში ცეცხლის გახსნის ფაქტზე საუბრობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. Პრესამსახურის ინფორმაციით სომხური მხარის პოზიციებიდან აზერბაიჯანის რამდენიმე სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, თუმცა მსხვერპლი არ არის. 18 დაღუპული და 35 დაშავებული სამხედრო პირი სომხური მხარის მხრიდან და შეიარაღებული ძალების 12 დაღუპული ჯარისკაცი აზერბაიჯანის მხრიდან. ასეთი ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შედეგად დაღუპულთა პირველადი მონაცემები. გავრცელებული ინფორმაციით მსხვერპლია მთიანი ყარაბაღის რაიონში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაშიც. თუმცა მხარეები მოწინააღმდეგის რიგებში დაღუპულთა ბევრად მაღალი რიცხვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ამ დროისთვის თავად სტეპანაკერტში ვითარება სტაბილურია, თუმცა აქ მთელი ღამის განმავლობაში შეიარაღებული ძალების რიგებში მუხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით სომხეთმა მთიან ყარაბაღში სარაკეტო კომპლექსები და ზალპური სისტემა გადაისროლა. გვიან ღამით კი პრეზიდენტმა სარქისიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია და არსებული ვითარება განიხილა. Ტრის დანაკარგები ძალიან დიდია, თუმცა ჩვენს ყავს მსხვერპლი. ამ დროის მონაცემებით 18 დაღუპული და 35 დაჭრილია. მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალების სიტუაციას აკონტროლებენ. სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალები მოქმედებენ წინასწარ დამუშავებული გეგმის მიხედვით. მიღებულია ზომები სასაზღვრო რეგიონის ტერიტორიის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, მიღებული ზომები საკმარისია და გთავაზობთ ჩვენი ერთი ნაბიჯით წინ წასვლის განხილვას. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც, თუმცა პრეზიდენტის პრესამსახურს ამ დროისთვის დეტალები არ გაუსაჯაროებია. ჯერ კიდევ ამერიკაში ვიზიტისას კი პრეზიდენტმა განაცხადა. კონფლიქტმა უნდა ჰპოვოს გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე. მოვითხოვთ ჩვენი ტერიტორიიდან სომხური შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გამოყვანას. ასეთი საკითხების გადაჭრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობით უნდა მოხდეს. მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს დასავლეთი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ხაზზე ცეცხლის განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ჩვენ სერიოზულად ვართ შეწუხებული მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო. მოუწოდებთ მხარეებს შეწყვიტონ სროლა, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს. კონფლიქტის ესკალაციას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი და აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ინფორმაცია გააქტიურებული საბრძოლო მოქმედებების შესახებ კონფლიქტის სასაზღვრო ზონაში ღრმა შეშფოთებას იწვევს. მე მოუწოდებ მხარეებს დაუყოვნებლივ შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოქმედი რეჟიმის ფარგლებში დარჩნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებმა უნდა აარიდონ თავის სიტუაციის ესკალაციას. აზერბაიჯანულ მხარეს სოლიდარობაზე თანაგრძნობას უცხადებს თურქეთი. ცნობილი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ პრეზიდენტ ალიევთან მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბარი გაამართა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სომხეთს მოუწოდებს ცეცხლს მოეთამაშება და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანსა და სომხეთის ჯარების შეხების ხაზზე. პრეზიდენტი ერდოღანი კი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მომუშავე ეუთოს შუამავლებს არასათანადო ქმედებების გამო აკრიტიკებს. მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.